5 ნაბიჯი იმისთვის რომ ეს შემოდგომა გახდეს შენთვის საუკეთესო. გელის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამიტომაც ყურადღებით მოусმინე და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს. ძალიან ბევრ ჩვენთაგან ზგონია რომ სამუდამოდ იცხოვრებს და ექნება სამუდამო ზაფხული, სამუდამო შემოდგომა, არ უხარია როდესაც ზაფხული მთავრდება, იწყება შემოდგომა, მაგრამ ერთ დღეს არც ეგ ზაფხული და არც ეგ შემოდგომა აღარ გექნება. ამიტომაც ყველაფერი გააკეთე რომ ნებისმიერი დრო იყოს შენთვის საუკეთესო. და აი კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის რომ დარჩენილი შემოდგომა გახდეს შენთვის განუმეორებელი. პირველი, რომელ წარმატებაზეა საუბარი, თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს მოწესრიგებული. ამიტომაც პირველი ნაბიჯი მოაწესრიგე პირადი ცხოვრება. მახსოვს სულ რაღაც 5-6 წლის წინ დაკარგული ადამიანი ვიყავი, არაფერი გამომდიოდა, რაზეც ვოცნებობდი, რაც მქონდა ჩაფიქრებული, იმიტომ რომ თავდაყირა მქონდა დაყენებული ჩემი პირადი ცხოვრება. ვიყავი ისეთ ურთიერთობაში, სადაც მხოლოდ მე გავცემდი და არაფერს ვიღებდი სანაცვლოდ. ზუსტად ეს იყო ჩემი ენერგიის ვამპირი, რაზეც შემდეგ არ მრჩებოდა ენერგია. იმ გოგოს მე არანაირად არ ვაბრალებ, ყველაფერი იყო რა თქმა უნდა ჩემი პასუხისგებლობა და ჩემი მსხვერპლის როლი. რომ აი, მე არაფერი არ გამოვდის პირად ცხოვრებაში, ამიტომაც ვერაფერს ვერ ვახცევ. შენი პირადი ცხოვრება მხოლოდ შენს ხელშია. და რამდენად ხარ გამოასწორო ეს, ესეც მხოლოდ შენი პასუხისგებლობაა. ყოველთვის ვინმეს გადაბრალება ძალიან მარტივია. ძალიან რთულია პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე. ამიტომაც თუ დასასრულებელია რაღაც ურთიერთობა, დღესვე დაასრულე, არავითარ შემთხვევაში არ გაწელო ერთი დღეც კი. თუ რამე მოსაგვარებელია ურთიერთობაში და ამისთვის არასასიამოვნო საუბარი უნდა შედგეს შენს მეორე ნახევართან, დღესვე ისაუბრე. იმიტომ რომ ამის გაწელვა ნიშნავს შენი წარმატების გაწელვას. დღევანდელ დღეზე ახალგაზრდა არასდროს იქნები. თუ მამაკაცი ხარ, მაგას რა ჯობია, როდესაც თავად შენ დაიწყებ იმ ძიმე საუბარს, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს იმისთვის, რომ შენი ურთიერთობა გამოსწორდეს. იმიტომ რომ ქალი მამაკაცში ზუსტად ამას აფასებს. პასუხისგებლობის აღებას საკუთარ თავზე. მეორე ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს შემოდგომა გახდეს შენთვის საუკეთესო, იყავი პროაქტიული. არსებობს ორი ტიპის ადამიანი: პროაქტიური და რეაქტიული. პროაქტიური ადამიანი ისა, რომელიც იღებს პასუხისგებლობას საკუთარ თავზე და არაფერს აბრალებს გარემო ფაქტორებს. რეაქტიული არის ის ადამიანი, რომელიც ელოდება იდეალურ მომენტს, ყველაფერს აბრალებს გარემო ფაქტორებს, არაფერი გამოსდის იმის გამო, რომ მთავრობაში არის ეს, მთავრობაში არის ის და მუდმივად არის მოლოდინის რეჟიმში. ყველაზე მაგრად პროაქტიურობა და რეაქტიურობა ჩანს ურთიერთობაში. როდესაც შენი გოგო გეკითხება, სად წავიდეთ და შენ ეუბნები, რავია, სადაც გინდა. ესე იგი ხარ რეაქტიური. და როდესაც მას პასუხობ, ძალიან მაგარი ადგილი ვიცი, საღამოს 7 საათზე აი ამ რესტორანში წავალთ და ძალიან მაგარ დროს გავატარებთ, ესე იგი ხარ პროაქტიური, გილოცავ. იგივე სხვა ადამიანთან ურთიერთობისას. ვიღაცა გეკითხება, რა საქმიანობ? პასუხობ, რავი, ნელ-ნელა რა. ესე იგი ხარ რეაქტიული. რაღაცას ელოდები ვიღაცისგან. არა და იცი, არავინ არ არის ვალდებული რაღაცა მოგცეს. და როდესაც იგივე კითხვას პასუხობ, შემდეგნაირად, ყველაფერი ძალიან მაგრადაა, წელს ეს გეგმა შევადგინე, ვნახე ამდენი ქვეყანა, ვგეგმავ კიდე ამას და ამას, ესე იგი ხარ პროაქტიული და იცი ცხოვრებისგან რა გინდა. პროაქტიული და რეაქტიული ადამიანები არ იბადებიან, ისინი ხდებიან. ეს არის უბრალოდ ჩვევა. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. მესამე ნაბიჯი, დღესვე გაფილტრა შენი გარემოცვა. რას მიკეთებ თუ არ ფილტრავ საკუთარ გარემოცვას? 90% შემთხვევაში შენ ყავს ლუზერი მეგობრები. ვიცი რომ ძალიან გიყვარს ისინი. ისინი ბავშვობის მოგონებებთან ძალიან ახლოს არიან. ძალიან სენტიმენტალურია, როდესაც ძველი მეგობრები ყავს. მაგრამ დღის ბოლოს, როდესაც მარტო რჩები საკუთარ ფიქრებთან, შენ არ ფიქრობ იმაზე თუ რა მაგარი დრო გაატარე. შენ ფიქრობ იმას, რომ ისევ ვერ მიაღწიე მიზნებს. მუდმივად ეჭვობ იმას, ნუ თუ სწორ გარემოცვაში ვერთობი. ფიქრობ იმას, ნუ თუ ასე რამე შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში და პასუხი ყოველთვის რა თქმა უნდა არის ნეგატიური. იმიტომ რომ შეუძლებელია ცხოვრებაში რაიმე უკეთესობისკენ შეცვალო, როდესაც უვარგისი გარემოცვა ყავს. საერთოდ არ მცხვენია ამ სიტყვის. კი, შენ ყავს უვარგისი გარემოცვა, თუ დღემდე ვერაფერი იცვლება, თუ შენ ხარ სულ სხვა ინფორმაციულ ველში, თუ შენ აყალიბებ ჩვევებს, კითხულობ ძალიან მაგარი ადამიანების ლიტერატურას და მაინც ხარ იმ გარემოცვაში, რომელიც არის ჭაობში, შენც იქნები ჭაობში. ყველაზე მაგარი, რაც შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ შეცვალო გარემოცვა, გადადი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. რა ვქნათ? წარმატების მიღწევა თეორიულად ყველას შეუძლია, მაგრამ პრაქტიკულად ერთეულებს. თუ შენ ხარ ერთეული,
გააკეთე ისე როგორც გეუბნები. თუ რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა გინდა. თუ გინდა ჭაობში ყოფნა, დარჩი იქ, სადაც ხარ და ამ ვიდეოს საერთოდ რატომ უყურებ. მეოთხე ნაბიჯი, მოგზაურობა, როგორ ამის გარეშე. თუ გინდა შენი სოფხედულობა გაიზარდოს, პრაქტიკაზე ნახო, თუ რამდენად სხვა ადამიანები არსებობენ, სხვანაირი კულტურები, სხვანაირი მიწები, სხვანაირი ბუნება, აუცილებლად დღესვე დაიწყე მოგზაურობა. რას მიკეთებ სხვას? სხვა დროს როდის გექნება დრო? შეიძლება ბოლო iPhone-ი გქონდეს, მაგრამ საქართველოს გარეთ არასდროს გასულ ხარ. რაში გჭირდება ეს ბოლო iPhone-ი? თუ ეგ ბოლო iPhone-ი არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის გარეთ გახვიდე. მე iPhone-ი იმიტომ ვიყიდე, რომ კონტენტი გადამეღო, შემდეგ რომ შემეძლოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩემი ბიზნესის წარმოება. იმიტომ რომ ვერ ხედავ აზრს, თუ ხშირად არ მოგზაურობს ადამიანი. სხვას რას აკეთებ უკეთეს ვიდრე მოგზაურობას. და ბოლო მეხუთე, დაიწყე კონტენტის შექმნა. არ მომბეზდება ამაზე საუბარი, როდის უნდა დაიწყო კონტენტის შექმნა თუ არა დღეს. როდის ქონდა კიდე ესეთი შესაძლებლობა, ესე მარტივად გამختارიყავი პოპულარული. იტყვი ახლა პოპულარულობა არ მინდა. აბა რა გინდა? რა თქმა უნდა გინდა გაღიარონ, გინდა მეტი გაყიდვა გქონდეს. გინდა შენი ბიზნესი რაც შეიძლება ცნობადი გახდეს და დღეს ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის რომ შენ გახდე ცნობადი და უფრო მდიდარი დააძრო ტელეფონი ხელში და გადაიღო იქ სადაც ხარ. მნიშვნელობა რა აქვს, ვინ გიყურებს, მნიშვნელობა რა აქვს, სად ხარ, დააძრე ტელეფონი და დაიწყე ვიდეოს ჩაწერა. კი, მაგრამ მე ხალხის აზრის მეშინია. ხო, იცი, კიდე რისი უნდა გეშინოდეს? ცხოვრების ბოლოს მოკვდები. ანუ ცოცხალი აქედან ვერ გამოხვალ. იმდენად სარისკოა ცხოვრება. ამ ადამიანებს ზუსტად 2 წუთში დავავიწყდები და ეხლაც მაგარი კიდიათ რას ვაკეთებ. და მე ვაკეთებ ჩემი ცხოვრების საქმეს. მე ვეხმარები ადამიანებს. ვაძლევ მათ მოტივაციას. გამოზვენ ჭაობიდან. დაიწყონ ახალი ცხოვრება და რაში მაინტერესებს ესენი რას იტყვიან. როდესაც ესეთ სასარგებლო რაღაცას ვაკეთებ. ამიტომაც პირველი მოაწესრიგე პირადი ცხოვრება. მეორე იყავი პროაქტიული ადამიანი. მესამე გაფილტრე გარემოცვა, ლუზერებისგან თავი შორს დაიჭირე. მეოთხე იმოგზაურე და მეხუთე დაიწყე კონტენტის შექმნა. ამ ვიდეოს წერ ოქტომბერს. ახალ წლამდე გაქვს ზუსტად 1, 2, 3. 3 თვეზე ნაკლები დრო. ზუსტად ამ 3 თვის ფარგლებში შეგიძლია თავდაყირა დააყენო შენ ცხოვრება და მიაღწიო არნახულ წარმატებას. თუ ამ 5-ვე ნაბიჯს დღესვე დანერგავ. დღესვე შეიძლება არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ტრაექტორია შენი წარმატების შეიცვლება 360 გრადუსით. თუ კონტენტის შექმნაში დახმარება გინდა, Instagram-ის ლინკს სადღაც აქ ნახავ, აღწერაში ან სადმე, მომწერე პირადში და იქ გავაგრძელოთ საუბარი.